მსხვილი გადასახადის გადამხდელთა ოფისი არის ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის შედარებით ახალი სპეციალიზებული სტრუქტურული ერთეული, რომელიც უკვე 2 წელია ფუნქციონირებს და ტრადიციულისგან სრულიად განსხვავებული ინოვაციური მოდელით ბიზნესთან ინდივიდუალურ ურთიერთობებზეა ორიენტირებული. მეტი ინფორმაციის მიღების მიზნით თემაზე სასაუბროდ შემოსავლების სამსახურთან ბიზნეს პარტნიორის ყოველკვირეული რუბრიკის ფარგლებში ჩვენ თეა მელუას შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მსხვილ გადამხდელთა ოფისის უფროსის მოადგილეს გავესაუბრებით. მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა გაცემაში სტუმრობისთვის. ერთ-ერთი ის თემაა, რომელზეც წლების განმავლობაში ჯერ კიდევ სანამ ეს სტრუქტურული ერთეულები ასეთი სახით იქნებოდა შემოსავლების სამსახურის, ჟურნალისტებს ძალიან გვყვარდა ხოლმე საუბარი საქართველოში არსებობდა კიდეც მსხვილ გადამხდელთა კავშირის და ანუ შესაბამისად მეტნაკლებად ეს ტერმინი ჩვენთვის ნაცნობი იყო. თუმცა დღეს რა თქმა უნდა რადიკალურად განსხვავებული სურათია და აბსოლუტურად სხვა სტრუქტურულ ერთეულზეა შემოსავლების სამსახურის ქვეშ ფუნქციონირებს, ხო? რეალურად რა საქმიანობთ? რა არის მთავარი თქვენი დანიშნულება და რატომ გადაწყდა ამის ესე ცალკე გამოყოფა ამ 2 წლის განმავლობაში და ამ 2 წელმა რა აჩვენა თანათანობით მივყვეთ აი ამ თემებს და უფრო ყველაფერი დეტალურად მივავიხილოთ. სიამოვნებით გიპასუხებთ. მსხვილ გადამხდელთა ოფისი არის შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის ცალკე სტრუქტურული ერთეული, რომელიც ორიენტირებულია ქვეყნის უმნიშვნელოვანესი და სტრატეგიული გადამხდელების ინდივიდუალურ მართვაზე. ოფისის შექმნის იდეა განპირობებული იყო იქიდან გამომდინარე, რომ მსხვილი გადამხდელები ბიუჯეტის 40%-ის მობილიზებას ახდენენ ბიუჯეტში. შესაბამისად, ეს მოცემულობა გახდა იმისი წინაპირობა, რომ გვჭირდებოდა მეტად უფრო პროგნოზირებადი და სტრატეგიული მიმდინარეობის განვითარება რისკის მართვისა და მომსახურების მიმართულების. ოფისი ფუნქციონირებს OECD ქვეყნების გამოცდილების მაგალითზე, ასევე ჩვენ თანამშრომლობთ საერთაშორისო სავალუტო ფონდთან და მის რეკომენდაციების გათვალისწინებით შეიქმნა მსხვილ გადამხდელთა ოფისი. ოფისის მნიშვნელოვანი განმასხვავებელი ტრადიციული სხვა სტრუქტურული ერთეულისაგან არის ის, რომ არ არის ცალკე მიმართულებები, რომელსაც ოპერირებენ სხვადასხვა დეპარტამენტები. ოფისში ხდება ერთიანად ერთ კონკრეტულ გადამხდელს მართავს ერთი სპეციალური გუნდი, რომელიც მაღალკვალიფიციური თანამშრომლებისგან არის დაკომპლექტებული და ეს გუნდი ბიზნესის პროცესთან დაკავშირებულ საგადასახადო ადმინისტრების მიმართულებას მართვის პროცესს მთლიანად უზრუნველყოფს რისკის მიმოხილვიდან დასრულებული მომსახურებამდე. რეალურად აი ამ 2 წელმა რა აჩვენა ბიზნესი რამდენად აქტიურად თანამშრომლობს თქვენთან და დაუშვათ შემოსავლების სამსახურისთვისაც ეს სტრუქტურული ერთეული რამდენად იქცა იმ სტრუქტურულ ერთეულად, რომელიც რადგან ახსენეთ რეალურად პრაქტიკულად ქვეყნის ბიუჯეტის 40% არის სწორედ მსხვილ გადამხდელებზე, ხო? ამიტომ კიდევ უფრო მეტი პასუხისმგებლობაა მათ შორის შემოსავლების სამსახურის ნაწილზე. აი ეს რისკ ფაქტორები, რა ტიპის რისკ ფაქტორებია, როგორ იკვლევთ, როგორ ეურთიერთობით თვითონ ამ გადამხდელს, რომელთანაც როგორც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თითო გადამხდელს თითო ჯგუფი ემსახურება. დიახ. 2 წლის თავზე შეგვიძლია ვთქვათ ის, რომ მკვეთრად გაიზარდა ნებაყოფლობითი კანონმორჩილების დონე, მკვეთრად გაიზარდა ნებაყოფლობითი დეკლარაციების მიმართულება, პროგრესირდა ბიუჯეტის ადმინისტრირება. ასევე შემიძლია ვთქვათ, რომ მკვეთრად შემცირდა ანალოგიურად საგადასახადო დავების მიმართულება იმის შესაბამისად, როდესაც ბიზნესი მეტად ფოკუსირებულია წინასწარ პრევენციაზე, შესაძლო საგადასახადო სამართალდარღვევებთან დაკავშირებით და ნაკლებად ხდება, ესე ვთქვათ, უნებლიე თუ მიზანმიმართული საგადასახადო. წინასწარ არის დავუშვათ კონსულტაციების შესაძლებლობა, რადგან კონკრეტულ ბიზნეს ჯგუფს ემსახურება ერთი ჯგუფი შემოსავლების სამსახური და ამ შემთხვევაში სანამ უშუალოდ რაღაც კონკრეტული გადასახადის გადახდა დადგება, მანამდე შეიძლება თუ არა კონსტატაციის გავლა. ჯგუფები სპეციალიზირებულია დარგების მიხედვით, რამე თუ მსხვილი გადასახადის გადამხდელი მიმართულება სპეციფიურ უნარჩვევებს მოითხოვს, როგორც საგადასახადო მიმართულებით, ასევე კონკრეტულ დარგთან მიმართებით. შესაბამისად, ვიდრე გადამხდელი საგადასახადო ოპერაციას განახორციელებს, ის უთანხმდება თავის პირად საგადასახადო მენეჯერს, რომელიც მუდმივ კონტაქტზეა მასთან, მუდმივად რეაგირებს მუდმივად აქვს უკავშირი მის მიერ დასმულ საკითხთან დაკავშირების და აწოდის სამსახურის პოზიციას, რაც ნიშნავს იმას, რომ სამსახურის აკონტროლებელ სხვა სტრუქტურულ
ერთეულს არ აქვს ამ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით სხვა პოზიცია. შესაბამისად, თავების, ესე ვთქვათ, შემცირების მაჩვენებელიც აქედან გამომდინარე ხდება. და რეალურად, ერთდროულად პირობითად შემოსავლების სამსახურში რამდენიმე სტრუქტურული ერთეული არ შედის ერთ კონკრეტულ, არ ამოწმებს და ეს კიდევ უფრო ალბათ კომფორტულს ხდის ბიზნესის ამ ნაწილში საქმიანობას. ახალი ინოვაციური მოდელი როგორ ეხმარება უწყებას გადასახადების ადმინისტრების ნაწილში? ეს ერთ-ერთი ალბათ ყველაზე საინტერესოა იმის გათვალისწინებითაც, რომ რეალურად ქვეყნის ბიუჯეტი კიდე გვამეორდები 40% არის მოდის მინიმუმ აი ამ მსხვილ გადამხდელებს. გარდა გადასახადების ადმინისტრირებისა, შემოსავლების სამსახური და ამ შემთხვევაში მსხვილ გადამხდელთა ოფისებს საუბრობთ, ამ ინოვაციური მოდელით გახდა გადამხდელის პარტნიორი, მეტად უფრო მჭიდრო ურთიერთობა გახდა გადამხდელთან, რამე თუ მასთან არის მუდმივი კომუნიკაცია რისკის პრევენციასთან დაკავშირებით, განსხვავებით ტრადიციული აუდიტის საჭიროება ნაკლებად არის, იმიტომ რომ ტრადიციული აუდიტი მხოლოდ კონკრეტული შედეგის დადგომისთანავე ხდება. ჩვენ უზრუნველყოფთ, რომ ვიდრე შესაძლო საგადასახადო სამართალდარღვევა დადგება, ამის შესაბამისად მოვახდინოთ რისკების მოლოდინის პრევენცირება. რაც შეეხება ბიუჯეტის ადმინისტრირება, როდესაც გადამხდელს გააზრებული აქვს, რატომ იხდის ამ გადასახადს და სწორად იხდის თუ არა, რასაც რის უზრუნველყოფასაც ჩვენ ვაკეთებთ, ეს ბუნებრივია ნებაყოფლობითი დეკლარირების პროცესს უფრო მაღლა წევს და უკვე მათ ამ 2 წლის განმავლობაში აქვთ მსაობა მუდმივად იყვნენ, ვიდრე ბიზნეს ოპერაციას განახორციელებენ, ათანხმებენ ჩვენთან რა შესაძლო საგადასახადო რისკი შეიძლება იყოს კონკრეტულ ამ ოპერაციასთან დაკავშირებით. და მხოლოდ ამის შემდეგ ხდება შესაბამისი, ესე ვთქვათ, ოპერაციის განხორციელება. კვლევას თუ ატარებთ და შემოსავლების სამსახური ერთგვარი კმაყოფილების თუ კმაყოფილების არ ვიცი სწორი ფორმულირება როგორია, რამდენად ბიზნესმა სწორად გაიგო დაუშვათ აი ამ 2 წლიანი საქმიანობის თავარი არსი ამ მიმართულებით თუ გაქვთ დაუშვათ კვლევა ჩატარებული. დიახ, რასაკვირველია, საგადასახადო ერთგვარი უკავშირი რამდენად ხდება ამ ნაწილში. დიახ, სამხმარებლო კმაყოფილების კვლევა ჩვენი მუშაობის შეფასების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ინდიკატორია და სწორედ ამ კვლევების შედეგად კვლევის მაჩვენებელმა აჩვენა, რომ მსხვილ გადამხდელთა ოფისი არა მხოლოდ გადასახადების ადმინისტრირებაზეა ფოკუსირებული და არა მხოლოდ გადასახადების ბიუჯეტის ადმინისტრირებას ახორციელებთ, არამედ მუდმივი პარტნიორია გადასახადის გადამხდელის. რა არის სამომავლო გეგმები თქვენი სამსახურის? სამომავლო გეგმები პირველ რიგში გამომდინარეობს კვლევის შედეგებიდან გამომდინარე, იმ უკავშირიდან გამომდინარე, რასაც მსხვილ გადამხდელთა ოფისი იღებს მსხვილი 264 მსხვილი გადასახადის გადამხდელისგან ყოველდღიურ კავშირში. ჩვენ გეგმავთ რისკის პროფილების გაუმჯობესებას, ელექტრონული საგადასახადო დოკუმენტაციების მონაცემების სიზუსტე ტექნოლოგიების გამოყენებით მაქსიმალურად რომ იქნას რისკის პრევენცია და შესაბამისად გადამხდელისთვის უფრო მარტივად და გამჭვირვალედ იქნას ეს პროცესი წარმართული. ასევე გეგმავთ წინასწარი საერთაშორისო კონტროლირებულ ოპერაციებთან დაკავშირებით წინასწარი საფასო შეთანხმებასთან მიმართებით გადამხდელების ინფორმირებას, რამე თუ წინასწარ ფასის განსაზღვრის პროცესი და საგადასახადო ორგანოსთან შეთანხმება ნიშნავს იმას, რომ მნიშვნელოვანი არის შემდეგ ბიზნესის პროცესის წარმართვისათვის. ესევე ეხლა განხორციელების ეტაპშია კანონშესაბამისობის წლიური შეთანხმება, ეგრეთ წოდებული ACA, რაც ითვალისწინებს მოგახსენებათ, რომ საგადასახადო ხანდაზმულობის ვადა 3 წელს მოიცავს 3 წლის განმავლობაში ბიზნესი, ესე ვთქვათ, საგადასახადო შემოწმების რისკის ქვეშ არის. ჩვენ ვთავაზობთ მსხვილ გადამხდელებს, რომ უკვე განხორციელებულ ოპერაციებზე თუ მათ ექნებათ მსაობა და მიმღებლობა იმასთან დაკავშირებით, რომ ესე ვთქვათ, გაუმხილონ შემოსავლების სამსახურს და ამ შემთხვევაში პირად საგადასახადო მენეჯერს, ვინც არის უშუალოდ მიმაგრებული გადასახადის გადამხდელთან, მათი უკვე განხორციელებული ბიზნეს ოპერაციების შესახებ, რომელშიც არ არის დარწმუნებული, შესაძლოა სამსახურმა იმსჯელოს ჯარიმებისა და საურავისგან გათავისუფლების შესახებ. ძალიან მნიშვნელოვანი განცხადება, ახლა მე დარწმუნებული ვარ, რომ აი ამ ნაწილში ალბათ ეცდებია ყოველ შემთხვევაში მსხვილი გადამხდელები, რომ ეს ნაწილი კარგად გამოიყენონ და ჩვენი საუბრის ბოლოს არ შემიძლია არ გითხოთ, რა ნიშნით, რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებს კომპანიამ მსხვილ გადამხდელად რომ იყოს ჩათვლილი და შესაბამისად ყველა მე ხარ როგორც ხვდები, ძალიან პრივილეგირებული ჯგუფი ყალიბდება, აბსოლუტურად გასაგებია კიდეც, იმიტომ რომ რეალურად ქვეყნის ბიუჯეტის უდიდესი ნაწილი შემოსავლები არიან, ხო?
პირადი მენეჯერი და ასე შემდგომ. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია რა კრიტერიუმს უნდა აკმაყოფილებდეს მსხვილი გადამხდელი, რომ ანუ რა შემთხვევაში ჩაითვლება უბრალოდ მსხვილ გადამხდელად კომპანია, რომ დაუშვათ აი ამ თქვენი კონტროლის თუ დაუშვათ თქვენს ამ ცენტრის მეთვალყურეობის ქვეშ მოხვდეს შესაბამისად ისარგებლოს ყველაფერი იმით, რაც ახლა მე და თქვენ საუბრობთ. როგორც მოგახსენეთ, მსხვილ გადამხდელთა ოფისი დღეს ემსახურება 264 მსხვილი გადასახადის გადამხდელს. მათი შერჩევა მოხდა პირველ რიგში ბრუნვიდან გამომდინარე, მათ უნდა გქონდეს შესაბამისი კრიტერიუმი, ბრუნვა 100 მილიონი და მეტი. ასევე იმპორტ-ექსპორტთან დაკავშირებული ოპერაციები, კონკრეტულ თანხაზე 50 მილიონზე აქვს საუბარი, ასევე ანუ საქართველოში ყავს 264 ისეთი კომპანია, რომლის ბრუნვაც 100 მილიონს აჭარბებს. დიახ, და ასევე შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელს აქვს უფლება ინდივიდუალური აქტით მსხვილ გადამხდელის სტატუსი მიანიჭოს რომელიმე გადამხდელს. ძალიან დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის, წარმატებებს გისურვებთ და კვლავაც სიამოვნებით გიმასპინძლებთ ახალი შედეგებით ბიზნეს პარტნიორის პირდაპირ ეთერში თეა მელუა საუბრობდა.